მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდება ითთოქი. დღეს ცოტა განსხვავებული ეპიზოდი გვაქვს, ფორმატულადაც შეამჩნევდით. და დღეს მინდა ვისაუბროთ რაღაცნაირი რეტრო ეპიზოდი მინდა გამოვიდეს, იმიტომ რომ საუბრობთ ყოველთვის ძალიან საყვარელ რეკლამებზე, რომელიც გადაღებულია ძალიან ადრე და ჩვენთან სტუმრად არის რეჟისორი გიორგი ებრალიძე, რომელიც არის ავტორი ამ ორი გენიალური რეკლამის, მაგთის რეკლამებზე მაქვს საუბარი. გადმორეკეს და აქაც არეკავს, არ ვიცი როგორ ეძახიან ამ რეკლამას, მაგრამ ხო, ჩემთვის ალბათ უფრო ეგრე არის ჩაბეჭდილი მეხსიერებაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო, გვეწვიეთ სტუმრად. მადლობა, რომ მომიწვიეთ. და ძალიან საინტერესო არის ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ჩვენს პოდკასტში ყოველთვის საუბრობთ კამპანიების შექმნის პროცესზე და ძალიან საინტერესოა ხოლმე რა ხდება ხოლმე მის მიღმა. კი, ერთია რომ რასაც ხედავთ პროდუქტი, როგორ გამოიყურება და მაყურებლამდე როგორ მიდის, მეორე არის რამხელა შრომა არის გაწეული იმის მიღმა, რომელიც თითქოს ხალხს ხანდახან გონიათ რომ თითქოს აი არაფერი ხო რაღაც 30 წამიან ვიდეოს უყურებენ და რაღაც მიიღებს სიამოვნებას და მორჩა. არა და რეალურად შეიძლება ეს 2 და 3 თვე და უფრო მეტიც კი იგეგმებოდა ეს კონკრეტული 30 წამიანი რგოლი. პირველი სანამ დავიწყებთ უშუალოდ ამ რგოლების შექმნაზე საუბარს, მე მაინტერესებს განსხვავება, იმიტომ რომ ჩვენ სანამ დაიწყებოდა ჩვენი პოდკასტი საუბრობდით, რამდენი დრო არის გასული მაგ ყველაფრიდან და ინდუსტრიაც რაღაცნაირად შეცვლილია ამ ყველაფრის მერე. და ძალიან მაინტერესებს უშუალოდ სამუშაო პროცესი, აი როგორ ხდებოდა, არ ვიცი, აი ბრენდისგან დავალების მიღება და დამუშავება ამ პროცესის და რითი მე ალბათ უფრო ვიტყვით, რითი განსხვავდება დღევანდელობისგან ეგ პროცესი. გამარჯობა პირველ ყოვლისა. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმისთვის, რომ იხსენებთ იმ პერიოდს. როდესაც რაღაცნაირად აიყალიბდებოდა ქართული რეკლამა და დგებოდა რელსებზე და დღემდე იმ რელსებით მოვიდა. ყველაფერი იწყებოდა როგორც ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის რეკლამაში ყველაფერი იწყებოდა იდეით. თან რა იყო იცით რომ მაგთი როგორც მაშინ ფიჭური ერქვა კამპანია უნდა მოეცვა მთელი საქართველო. და ამ ბრენდს ჭირდებოდა მთელ საქართველოში რეკლამირება. შესაბამისად, თუ დააკვირდებით, მაგთის აი ძველი რეკლამების უმეტესობა არის რაღაც ქართული და რეგიონებზე გათვლილი, ზოგი გურიაში ხდება, ზოგი კახეთში, ზოგი იმერეთში და ასე შემდეგ. რომელ რეგიონში შედიოდა მაგთი, ან აპირებდა შესვლას იმ რეგიონზე მოდიოდა შეკვეთა, რომ მოგვეფიქრებინა რაღაცა იდეა და გაგვეკეთებინა რგოლი ისეთი, რომელიც გათვლილი იქნებოდა იმ მენტალიტეტზე, რაც არის იმ რეგიონში, გათვალისწინებული იქნებოდა ის სპეციფიკა, გათვალისწინებული იქნებოდა ის ადამიანები. ასე ანუ შეკვეთაზე როცა ვლაპარაკობთ, მაშინ არ იყო აი ესეთი ჩამოყალიბებული მარკეტინგული სამსახურები, რომლებიც ძალიან ზუსტ ბრიფს გაძლევენ. PR-ის დეპარტამენტი უფრო ერქვა მგონია. ხო, იცი როგორ იყო? ეხა უფრო ცოტა ადრე წავალ, მანამდე რაც ხდებოდა, მანამდე საერთოდ აი და ისეთ კონკრეტულ кейს გეტყვით. მაგალითად, მიბარებს რომელიღაცა თქვათ ღვინის ქარხნის დირექტორი და მეუბნება, კაი რეკლამა მჭირდება ძმაო. აი ესეთ დონეზე იყო მაშინ. რო ვეკითხები, აი რა, როგორ რაზე რა ვიცი, ხა მაღაზიაში შენ თვითონ მე რაღაც, ანუ ეს ყველაფერი მერე დაიწყო. მანამდე ეს ყველაფერი ხდებოდა სპონტანურად. ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის ის პერიოდი უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ მეტი თავისუფლება მქონდა. არ მზღუდავდა მარკეტინგული სამსახური, არ მიბნევდა გზას, რაღაცა ჩემი კარგი იდეები, რომელიც მე მეგონა კარგი იყო მაშინ, გადიოდა უფრო. ეხლა უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ მოვიდნენ დიპლომიანი ტიპები, რომლებიც გეუბნებიან უკვე, რომ იცი რა არის, ეს კი კარგია, მაგრამ აი ამას და ამას არ შეესაბამება და ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში ძალიან ეგოისტურად ვამბობ, ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის,
სულ უფრო რთულდება ჩემი კრეატიული ნაწილის რეალიზაცია. და უფრო შეზღუდული ვარ. შეიძლება ეს იმ ბრენდისთვის უკეთესია და უკეთესად იყიდება, რასაც ვერ დავადასტურებ ერთნაირად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის უფრო და უფრო გართულდა სიტუაცია და არა მარტო მე ჩემზე რო ლაპარაკობ, სხვა რეჟისორებსაც გულისხმობ. მაგრამ ეხლა ეს მაგთი რო დავიწყეთ 98 წელია, 97 ზუსტად არ მახსოვს ეს ქვევრის რეკლამა. მაშინ კახეთში იწყებდნენ ოპერირებას და ნუ ჯერ არ იყო დაფარვა და ჯერ არ იყო კახეთში შედიოდნენ და უნაცნობადობა გაზრდილიყო რომ რაღაცა შემოდის ესა და ნუ ნეო სტუდია არის სტუდია რომელშიც ყველა მაგთის რგოლი რაც გამიკეთებია იქ არის გაკეთებული და პრინციპში მაგთი აგვარებდა აი იმ პრობლემას დავარქმევ ჩემთვის, მაგრამ ისე არ არის. აი ამ მარკეტინგულ ამბებს დამკვეთსა და ჩემ შორის სტუდია იყო შუამავალი. ანუ მე პირდაპირ მათთან შეხება არ მქონია. ანუ ჩემი პროდიუსერი აგვარებდა ამ პრობლემას, მაგრამ ეს გვარდებოდა ძალიან შედარებით მარტივად. რო გითხრეს რომ კახეთში შევდივართ, დავიწყეთ ფიქრი, კახეთი ვიღაცას გაახსენდა უბრალოდ ნანა ზურაბიშვილს ერთ-ერთ სცენარის რომ აიო ჯარისკაცის მამაშიო ვენახში რომ მოდისო ზაქარიაძეო და აქ რა მოგიყვანა შემადლიანო იქნება ესე გავაკეთოთო ხო და ამაზე დავიწყე ფიქრი და მე უცებ მომივიდა რომ მოდი გავართულოთ მეთქი რა ვენახში კი არა მოდი საერთოდ ქვევრში ჩავსვათ და ქვევრში ჭურში ზიხარ ნიშნავს რომ არაფერი არ მოდის შენთან ინფორმაცია და ამ დროს ტელეფონიც რომ გამოჩნდება იქ ეს იქნება კარგი ეფექტური რაღაც ყველას მოეწონა ქვევრი გადასარევი ასე მივედით ამ იდეამდე და ეს შემოქმედებითი ჯგუფი აი ეხა რომ მაგალითად პროცესში არის ხოლმე რაღაცა კოპირაიტერი არ დირექტორი ამ დღევანდელ დღეს როგორც მიდის რაღაცა აი ბრეინშტორმინგი ესე რომ ვთქვათ აი მაშინ როგორ იყო აი ეს შემოქმედებითი ჯგუფი დაკომპლექტებული არ იყო ეს სტრუქტურირებული ესე სტრუქტურირებული არ იყო. იქ იყო ჯგუფი ადამიანების თანამოაზრების, რომლებიც ერთად ფიქრობდით, ერთად წყვეტდით, ერთად ვეკონტაქტებოდით, უბრალოდ ისინი ეკონტაქტებოდნენ დამკვეთს. აი კრეატივში რო ეძახდნენ უფრო მეტად. მერე წამოვიდა უკვე ეს, რომ გავიდნენ ცალკე კოპირაიტერები, გავიდნენ ვიღაცები ცალკე რაღაც დაიწყეს ესე. მაშინ ესე არ ხდებოდა. მე გეუბნებით ჯერ 2000-იანი წლები არ არის დამტკიცებული. ჯერ ის საუკუნეა. მე 20. ხო და აი ეს იდეა მოგვეწონა ჩვენ, მოეწონა დამკვეთს და წავედით გადავიღეთ, მაგრამ ნუ წავედით გადავიღეთ, ეხა ძალიან ისეთი ნათქვამია, ხო? რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჯერ მაშინ არ იყო ისეთი დაფინანსება, მერე შედარებით გაიზარდა. მაგრამ მაშინ იყო, ნუ აი ბეტაგამის კამერა ითვლებოდა მაშინ ყველაზე კარგად და ეს ბეტაგამის კამერა გქონდა, სტუდიას გქონდა თვითონ და ამიტომ ამითი გადავიღეთ. მაგრამ რაც გავაკეთეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჯგუფი შევკრიბეთ კარგი. ანუ ეგ მხატვარი იყო თამრიკო ფოცხიშვილი და ცხონებული გიორგი ბერიძე, ძალიან ცნობილი კინოოპერატორი იყო კამერასთან. და ნუ კასტინგი იყო კიდე, ნუ რა თქმა უნდა ვიარე კახეთში, ბევრი ვეძებე, ვინ რა და მერე ნუ იმისი რა ქვია, თელავის თეატრის ბაზაზე ძირითადად ვანო იანტბელიძის მეთაურობით, აი ეს გუნდი ვინც გვევრებში სხედან, შევკრიბეთ და პრაქტიკულად იმდენად მომზადებული ვიყავით, თუმცა ეს მზადება მე ვამბობ ერთ დაახლოებით თუ ეგ გრძელდებოდა, იმიტომ რომ სანამ ყველაფერი
ლოკაცია ვიპოვეთ, დავამტკიცეთ ან თქვენ უშუალოდ იყავით ამ პროცესში ჩართული ყველა ეს ლოკაციები, კასტინგი და ბოლომდე კადრირების გაკეთება, ყველა შერჩევა იგივე ოპერატორის ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როცა რეჟისორი არის მთავარი ფიგურა და მამოძრავებელი მთელი ამ ამბის. იმ ადამიანებთან ერთად, რა თქმა უნდა, ვისთან ერთადაც ვაკეთებდი ამას და მქონდა აბსოლუტური ამ შემთხვევაში თავისუფლება. მე კარგი გაგებით ვამბობ თავისუფლებას და მეტი არჩევანის უფლებაც მქონდა და მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება მქონდა მეტად. და აი ესე შეიკრიბა ეს ჯგუფი, გადავიღეთ ერთ დღეში, იმიტომ რომ იმდენად მზად ვიყავით, რომ ერთ დღეში გადავიღეთ. მე მონტაჟს დაჭირდა უფრო მეტი დრო, იმიტომ რომ იქ ბევრი დუბლები იყო, რაღაცები ძალიან ისე და პოსტსაც რაღაცა პერიოდი დაჭირდა და გავიდა ეს სკოლი და გაისროლა რა, რაღაცა თან ეხა მაშინ სარეკლამო ბაზარი არც იყო ისეთი დიდი, სოციალური ქსელებიც არ იყო? არც სოციალური ქსელები არ იყო და თან აი ქართული რასაც ქვია, რისი მიმდევარიც მე ვარ და დღემდე პროპაგანდისტი, რომ საქართველოს ქართული რეკლამა უნდა კეთდებოდეს, ეს კიდე სხვა თემა არის, ძალიან. შევხვებით მაგასაც. აი ეს არ იყო მაშინ და თან აი ესეთი უფრო კოლორიტული ქვევრია, კახელია რაღაცა, აი ეს ძალიან ისეთი იყო და არა მარტო აქ, ამან განსაზღვრა მე ამ რეკლამის გასვლა სხვადასხვა ფესტივალებზე, მარტო გასვლა კი არა, მოიგო ბევრი ფესტივალი. იმიტომ რომ იქაც ეს თქვეს, რომ რატო ავირჩიეთო, რომ პირველათო აი ამდენი ხნის განმავლობაშიო ვნახეთ რეკლამა, რომელსაც აქვს ნაციონალური თვისება, რაღაცა, აი ჩანს რაღაცა, სხვანაირი, აი ქვევრია რაღაცა, ღვინის კულტურა ჩანს, რაღაცა ამის მიღმა. ერთმანეთს რო არ გავს. ხო, ანუ ჩვენთანო ეხა შვედურია, ჰოლანდიური, ბრიტანული თუ ავსტრალიურიო ვერ გაარჩევ ყველა ერთნაირად, არ აქვს რაღაცა ხასიათიო. ხო და ამას აქვსო და ამ ეხა დიდი გენიალური არაფერი არ იყო, ხო, მაგრამ აი ამან იმუშავა. და იმის შემდეგ მივხვდი, რომ აქ უნდა კეთდებოდეს შენი რა, შენი რეკლამა, როგორიც აი შენი ხასიათით, შენი სიტუაციები, შენი ურთიერთობები. მე არ ვამბობ, რომ მაინდა-მაინც ხანჯლიანი და ფაფახიანები უნდა იყვნენ. მაღაზია არ ვამბობ, მაგრამ ტიპაჟი ხო უნდა იყოს შენი. ხა ცისფერთვალება იმას გადაბრიოლინებული ქერა ადამიანები ჩემ რეკლამაში არ ივლიან, იმიტომ რომ არ არიან ისინი ქართველები. ამიტომ ვერ თანხმდები ზოგჯერ მარკეტინგს. იცით რა, ეხა ჩვენ დღევანდელ დღეს რო შევადაროთ, აი მაგალითად ხშირად არის ეს დამოკიდებული, როდესაც რაღაც კარგ რეკლამას გადაიღებს სააგენტო, ამ შემთხვევაში მე ძალიან იზრდება ბრენდების მომართვიანობა უშუალოდ ამ სააგენტოსთან, რომ რაღაცა ვიდეოები გადააღებინონ. ბუნებრივი. თქვენი შემთხვევა იყო, ანუ პირველი იყო ეს ქვევრის შემთხვევა და რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. მაინც საინტერესოა, აი მე რა ხდება თქვენს ინდუსტრიაში, ესე რომ ვთქვათ, სანამ გადავალთ უშუალოდ მეორე რეკლამაზე, რომელიც მაგთის და აი მაინტერესებს კონკურენცია მაშინ როგორი იყო, აი სარეკლამო ინდუსტრიის. იცი რა, მე ვთვლი, რომ აი ეს 2000-იანი წლების დასაწყისი იყო ოქროს ხანა. მე ვამბობ კრეატიულად. იმიტომ რომ იქმნებოდა, დაიწყო და გამოჩნდა ძალიან კრეატიული, კარგი ქართული რეკლამები. იგივე ჯეოსელი გაიხსენეთ, ხო? აი ეს ბასეინი და ეს ახალგაზრდები რო და აი მაგალითად მაგთისა და ჯეოსელს შორის იყო ძალიან ჯანსაღი, კარგი კონკურენცია, ხო? კრეატივის პაექრობა. კრეატივის პაექრობა იყო და თან ჩვენ მაშინ იმ პერიოდში ერთ-ერთი მოთავე მეც ვიყავი ამ საქმის, გავაკეთეთ ჯერ მიხო კოჩაკიძემ გააკეთა ევროპული ფესტივალი ჩამოიყვანა აქ რეკლამის და მე ეს გადაიზარდა სიფაში, ანუ
კავკასიის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალში 2 წელი ჩავატარეთ ეს ფესტივალი. ამანაც დიდი ბიძგი მიწა კიდე რა საქართველოში რეკლამის განვითარებას, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენსაც ხედავდით, მაშინ არ იყო ესე, არ ქონდა წდომა ყველაფერთან. და ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ჩამოიტანეს რეკლამები, იყო მასტერკლასები და ასე შემდეგ. ამანაც ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რატო ეძახი ოქროს ხანას, რომ ეს არის ჩვენთვის აღმოჩენაო, იმიტომ რომ საქართველოში მართლა რაღაცა თავისებური, ძალიან კრეატიული, კარგი ქართული ინსაიტები ხდებაო რა. და მეგონა რომ ესე გაგრძელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ანში ყველაფერი შეიცვალა. იცი რა მაინტერესებს, აი რამდენ ხანში მოყვა ამას მეორე აი გადმორეკეზე რომ გადავიდეთ და საინტერესოა მაგის პროცესიც და რა ხდებოდა მის მიღმა სანამ ეს რეკლამა დამზადდა. გადმორეკეს რა შეიძლება ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ანუ ალბათ რაღაცა ბრენდის მხრიდანაც ეს თამასა აწეულია, მოლოდინი არსებობს, რა ეხა იმაზე უკეთესი გვინდა რაღაცა. იცი როგორ იყო ეს ქვევრები არ იყო პირველი რეკლამა ჩემი მაგთის. მანამდე იყო ერთი რესტორანში როსხედან ქალაკაცი და იქამდეც იყო ერთი უფრო ინფორმატიული, სადაც ტექსტებიც იყო. ქონდა იმას წინის, იმიტომ რომ მე ნულიდან დავიწყე მაგთის რეკლამების კეთება და ბევრს ვაკეთებდით რაღაცებს. ოღონდ იცი როგორები იყო? იყო, მაგრამ აი ის მაშინ არ ქონდა ჯერ ნაპოვნი აი ის მარცვალი, რომელმაც გახადა მაგთის რეკლამები ძალიან ცნობადი და პოპულარული. ზუსტად აი ის ქართული ის და ქართული მიმართულება მაგთის რეკლამების იმიჯის დაიწყო აი ამ ქვევრებით. ხო და ამ ქვევრების შემდეგ, ნუ ერთი მას გავაკეთებ კიდე წინაპირობას, რომ მე თვითონ რომ ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რა უყვარს ქართველ მომხმარებელი არ მიყვარს ეს. მაყურებელს ესე ჩავთვალ. როდესაც არის რაღაც სიუჟეტური ხაზი, ამბავი ხდება, ამ ამბავში არის მოულოდნელი შეტრიალება, რაც ყველგან არის რეკლამაში, მაგრამ აქ იუმორიც უნდა ახლავდეს თან და უნდა იყოს ქართული. როცა იცი რატო მე ტელეფილმებში მუშაობდი და იქიდან მომყვება ეს, რომ ქართული ტელეფილმი ცნობილი იყო თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, ხო? იგივე ქვევრი აიღე, იგივე სერენადა, იგივე იმ მოკლე ისტორიებში, რომელშიც იუმორიც იყო, კარგი ის იყო, ამას ეს იყო რაღაც ქართული და მიჩვეულია, ქართველი და ეს უყვარს. და ვიფიქრე, რომ მოდი ამ გზით წავალთ. წავიდეთ ამ გზით და ვაკეთოთ პატარა კინონოველები, რომლებიც თან სარეკლამო რგოლი იქნება. თან ეხა მეორე ესეთი ეგოისტური ისიც ვქონდა, კინოში რეალიზაციას ვეღარ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ისეთი დრო იყო, კინო დაანგრეული იყო ფაქტიურად. ეხაც არ არის აშენებული. ხო და ვიფიქრე, რომ აქ გადავიდან ამ ჩემ რაღაცებს და გავაკეთებ რეალიზებას რაღაცა აქ. და აი ეს მიმართულება დავიჭირე რა, რომ ვაკეთებ სიუჟეტურ პატარა ფილმებს, რომელშიც რაღაცა ხდება ამბები მოულოდნელი შემოტრიალებებით, იუმორით. რა თქმა უნდა, იმ კარგ დროს ჯერ რომ მარკეტინგი არ არის შემოსული ძირფესვიანად, არ მიწყინოს არც ერთმა მარკეტოლოგმა ეს ჩემი პოზიცია მხოლოდ. მაშინ ამყნენ ამ იმაში და მე მგონი არც იმას ქნეს, არ წააგეს ამიტომ. მით უმეტეს ამ სტუდიის, სადაც production სტუდიის დირექტორი და მფლობელი არის ჩემი მეგობარი მანანა შევარდნაძე, რომელთან ერთადაც მუშაობდი ტელეფილმების სტუდიაში. ერთი ის ქონდა, აი ერთი სულის ადამიანები ვიყავით და იმანაც ძალიან ის რო არ ყოფილიყო, შეიძლება ეს ყველაფერი მე ვერ გამეტანა, ისე როგორც გავიტანე. ის მეხმარებოდა ამის გატანაში. და ასე ვიფიქრეთ, რომ მოდი ეს მეორე გავაკეთოთ აი ესეთი ამბავი. მანამდე ნეო სტუდიაში შემოსული იყო რაღაცა სცენარი კი იდეა. რომ გადმორეკე აი სიტყვა გამოყენებული ყოფილიყო როგორც ტელეფონის ის არა ვქია ზარი. სცენარი დაახლოებით
რა ისეთი იყო რა. იყო მან იქ სხვა არის რაღაცა ოღონდ ნუ არ იყო დახვეწილი რა. მარტო აი და ამ იდეას ჩავებღაუჯე. მეთქი ეს ხელიდან გასაშვები არ არის. ეს რო კარგად გავაკეთოთ და როგორც კინო ისე გავაკეთოთ, იქნება ძალიან კარგი. წამომყვნენ ამაზე, თვითონაც უნდათ რომ რაღაცა ასეთი გაკეთებულიყო და მერე უკვე გავთავხედი და მერე ვთქვი რომ მოდი წავიდეთ და თუშეთში. თუ გადაღებაა, გადავიღოთ თუშეთში. მერე ამაზეც წამოვიდა, რა თქმა უნდა, მანანას დახმარებით. მერე ვთქვი მოდი ბარემ კინოფირზე გადავიღოთ რა, სულ სხვა ის ექნება სიღრმე და ნუ კინო იქნება რა. ამაზეც მაშინ რთული იყო, ეხლა ეს კოდაკი უნდა გეყიდა, იმის აპარატურა მოგეგროვებინა, მერე ეს უნდა წაგეღო და უცხოეთში დაგებეჭდა და გაგემჟღავნებინა და ასე შემდეგ. ეს ართულებდა და აძვირებდა პროექტს რა თქმა უნდა. მაგრამ გიორგი ბერიძემ ოპერატორმა დამიჭირა მხარი ძალიან რომ გადავიღებთო კაცო არ დავხარჯავთ ბევრ ფულს ესე და ნუ გავაკეთეთ რა. მაგრამ ნუ ბევრი სირთულე იყო, მანამდე წავედით ათვისებაზე. ანუ ეხა სკაუტინგს რო ეძახიან, ჩავრჩით თუშეთში, ჩამოიგრა იქ მთელი გზები რაღაცა და ვეღარ ჩამოვედით და ახლა საქართველოს გვეძებდათ და ისინი ვეგონეთ, მაგრამ მოვითავეთ ეს ისა. ხო და თუ დეტალებია საინტერესო, ვეძებდით ძალიან ინტენსიურად თვითონ მეცხვარეს რა. ხო და იაშვილი დათო მოვიდა და მითხრა მე ვითამაშებ რა გინდა. მე ვთხარ შენ რა ის უნდა იყო ახლა რომ შეგხედავს კაცი რა გააჩხინკული რაღაცა ისეთი ისახა თბილისელი ბიჭი ბირჟაზე უნდა იდგე რა მეცხვარ. რა გინდაო გავაკეთებო. რამდენიმე ხანში ველოდებით ეხა კასტინგი გვაქვს სტუდიაში და მოდის წვერები აქვს მოშვებული, თვალები ანთებული რაღაცა. დაიხურა ეს ხუდი ფაფახი და რო შევხედე ნუ ეგ არის რა. და თან აი ისე შევიდა ამ იმაში რა ქვია. ეს სახე ისე იმას ქნა რომ არავის დღემდე ბევრი ვერცნობს რომ ეს იაშკა. გონიათ რომ ვიღაცაა და ისა იმდენად გააკეთა ამ თბილისელმა ბიჭმა აი ეს თუში მეცხვარი რა. აი ძალიან ისეთი მომენტი იყო. იგივე ის ფრაზა როგორ ათქვა და ასე შემდეგ. კასტინგი, ნუ ასე შემდეგ და გადაღებები ძალიან რთული იყო. რამდენი დღე მიდიოდა ეს ყველაფერი? იცი როგორ იყო? ჩავედით და წესით უნდა გადაგვეღო 5 დღეში. დაგეგმილი მქონდა კადრირება ყველაფერი გამზადდა. როგორც კი ჩავედით და დაიწყო წვიმა. და თუშეთში წვიმა არა პროგნოზირებადია. დილას გამოიდარებდა და აბა წავედით, გადავიღოთ რაღაცა, 2 კადრს გადავიღებდით, ისე წვიმა წამო, მე შემოვდიოდით. ამიტომ გაგვიგძელდა და აი ესე პორცია დღეში 1 საათი, 2 საათი მუშაობდი, ესე ვიღებდი, გამიგძელდა უფრო მეტხანს გადაღება და როგორც კი ბოლო კადრი გადავიღე და ფირი გავგვითავდა და გამოიდარა. გამოიდარა და ნუ აი ესე წვალებით გადავიღეთ რა, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა გამოვიდა, იმიტომ რომ ხო კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვეცადეთ, რომ გაგვეკეთებინა პატარა ფილმი. ერთ წუთში ჩაგვეტია რაღაცა ამბავი რა, რომელშიც რაღაცა ურთიერთობებიც არის, ემოციაც არის, რაღაცა კარგი ადამიანური რაღაცები არის. საერთოდ სიგეთე კეთილი რაღაცები უყვარს ქართველებს. მე იცი რა მაინტერესებდა, აი ბოლო კადრი არის, სადაც ცხვარი დგას. თუ არ ვცდები ვაკის პარკთან არის, ხო? თუ ლოკაცია სად არის? კი, ვაკის პარკის პირდაპირ. ანუ მე მქონია შემთხვევა გადაღებაზე ცხვართან ურთიერთობის, რამდენად რთულია ეგ ყველაფერი. აი ამდენი ცხვარი ესე ლამაზად წკრივში მოწყობილი, აი ეგ როგორ მოახერხეთ? არ იყო იქ იყო 1.50-100 ცხვარი. დანარჩენები გავამრავლეთ. გავამრავლეთ, მე გამრავლებისთვის იქ მოძრაობის ის შეცვლა მოგვიწია რაღაცები. ყოველ შემთხვევაში მაშინ პირველად ჩემ პრაქტიკაში გამოვიყენეთ
კომპიუტერული რაღაც ხო, ნუ ეფექტები 50 ცხვარის არ იყო პატარა საქმე. რომელიც მაშინ ერთი კვირა არენდერებდა მარტო ხო ამას და ხო იმიტომ რომ ვერ ამდენ სხვა არის ჩამოყვანა და წაყვანა შეუძლებელი აბსოლუტურად და ამიტომ გავაკეთეთ და ძალიან ისეთი კითხვაა ეს ყველას უჩდება ეს კითხვა მაგრამ ნუ მოვიტყვეთ ცოტა ხო არა ძალიან ეფექტური კადრი არის კი ეფექტურია თან კონტექსტიდან გამომდინარე რომ ის არის კი ეფექტური არის მაშინ იყო აი საწყისები მაშინ იწყებოდა აი კომპიუტერული ეფექტების რაღაცა ეპოქა მაშინ იდგავდა ფეხს ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც ესე გამოვიყენეთ რა აქ გააკეთეთ თუ უცხო აქ გავაკეთეთ სხვადასხვა აქ გააკეთდა ეს და ძალიან კარგად გააკეთდა არ მახსოვს ზუსტად რომელმა სატნიმან პროდაქშენმა გაგვიკეთა მაგრამ კარგად არის გაკეთებული იცი რა არის საინტერესო ეხლა ჩვენ ყველა კამპანიაზე როცა ვსაუბრობთ მე შემდეგი ნაწილი არის ხოლმე როგორ გავზომეთ ამ ყველაფრის ეფექტურობა შედეგები და ასე შემდეგ აი თქვენი KPI-ს რო ეძახიან ამ კონკრეტული ხო ერთი არის რომ რეკლამა რაღაცა უფრო რაღაც ცნობადობას ემსახურება არის რაღაცა კონკრეტული პროდუქტები რომლის შეიძლება ბიზნესმა მე ამის ციფრებში გაყიდვებში დათვალოს და ასე შემდეგ ანუ ეს აი რა იყო მაშინ საზომი ერთეულები და როგორ იზომდა თან ხა არც იყო სოციალური ქსელები ხო რომ იქ დღეს როგორც არის რომ მაგალითად რამდენი გაზიარება რამდენი ნახვა აქვს ანუ ეგ ნაკლებად უფრო სატელევიზიო იმაზე იყო დამოკიდებული და აი რით იზომავდით კამპანიის რაღაც წარმატებას იცი როგორ იყო ეხა ხუმრობით რო ვთქვა ყველაზე ისეთი საზომი იყო თვითონ ჩემკვეც თუ მოეწონება და პირველი ეს ქონდა წარმატება ეგ იყო ალბათ სოციალური ოღონდ არა სოციალური ქსელები ურთიერთობები კავშირებში ჩდებოდა რაღაცები ვიღაცა თბილისური ამ ვიღაცას კითხავ და ბიჭო ის რო გადიოდა შენი ვარა კარგია აი ამ დონეზე ვამბობ ხო მე არ ვიცი ეხა მაგთიში ამან ეხა გაყიდვები უცბად ააგდო მეთქი არ მე მაგას ისინი საზღვრავენ ამას მაგრამ ისინი კმაყოფილები იყვნენ აი რა იმან მაგალითად ქვევრმა ძალიან როგორც ვიცი ძალიან უცბად გაზარდა მაგთის გაყიდვები ეს ვიცი შემდეგმა რგოლებმაც რაღაცები ვიძგი მიცა, მაგრამ აი კონკრეტული ციფრები არ ვიცი. მაგრამ დღევანდელიდან შემიძლია შევაფასო, რომ დღესაც ეს რგოლი როგორც კი გამოჩნდება სოციალურ ქსელებში, ისეთი რეზონანსი აქვს, რომ ხვდები, რომ მაშინ ძალიან დიდი რეზონანსი ქონდა. ამითი უფრო დღეს უფრო ვაფასებ ვიდრე მაშინ. მაშინ მე უფრო მქონდა პირადად მე მქონდა უფრო შემოქმედებითი კმაყოფილების მომენტი რომ რაც ჩაფიქრებული მქონდა რომ ქართველს ეს მოეწონება ძალიან ზუსტად ის მივიღე უფრო მეტი მივიღე ვიდრე ველოდი ხო და აი ესეთ ციფრებში მაგრამ ну აი ეს ადამიანები ვინც ხვდებოდა მე მარტო მე არა თვითონ იქ დაამკვეთს ვინც ეკონტაქტებოდა ვიღაცები თხოვდნენ რომ მოდი კიდე ერთხელ თითქოს ფილმი იყოს გაუშვით რატო უშვებენ ცოტას და ეს უფრო ხშირად უნდა გავიდეს იყო მე ტელევიზიებმა გააკეთეს სიუჟეტები ხო აი ტელევიზიებში მაგალითად მოამბეში რაღაცა კულტურის ნაწილში იყო რომ აი რეკლამა გააკეთდა და ძალიან პოპულარული გახდა და ხალხს ანუ ეს იყო რა ესეთი რეზონანსული გახდა და ეს შესაბამისად რა თქმა უნდა მარკეტინგულად ძალიან კარგად მუშაობს. მე მიჩნდება ახლა ესეთი კითხვა ძალიან საინტერესო ამაზე თქვენი აზრი. დღეს რო იღებდეთ იგივე სიუჟეტს. აი რას შეცვლიდით თუ არა რამეს და აი რას გადაიღებდით ან როგორ გააკეთებდით აი დღევანდელი რეალობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე. თქვენ ხა ახსენეთ, მაშინ შეიძლება რაღაცა სხვა დრო იყო, რაღაცა უფრო თუ შეიცვალა ეგ რაღაცა ნაპერწკალი, რაც ახლა მაგ რეკლამაში ჩანს ისედაც, ხო? ეს რაღაცა ეთიკური შეიცვალა, ოღონდ კარგისკენ არა. მე მაინც გონია რომ
რაღაცნაირად მაშინ უფრო გულწრფელები ვიყავით ამ შემთხვევაში მე მარტო ჩემზე არ ვამბობ. ყველა ვინც ამ რგოლზე უმუშაობდით, ხო, დიდი ჯგუფია. ნაკლებად განებივრებულები ვიყავით რაღაცა ტექნოლოგიებით, რაც მე ვთვლი, რომ თუ კი ეხლა დღეს ქართულ რეკლამას რამე ჭირს ცუდი, არაკრეატიული, ეს ახალი ტექნოლოგიების რეტროგრადი კი არ გეგონოთ, არასწორმა გამოყენებამ მოიტანა. იმიტომ რომ ამ ახალმა ტექნოლოგიებმა გადაფარა კრეატივი, ძალიან. მარტო ჩვენზე არ ვამბობ, საერთოდ მსოფლიო ტენდენცია ეს და ეხლა ისე უბრუნდებიან რაღაც იმეებიდან, საწყისებთან. ალბათ მეც წამიცდებოდა ხელი და რაღაცა იქ დრონებს და რაღაცებს გადავაფრენდი და ალბათ აი ეს მთავარი რაც ამ რგოლში არის, აი ეს გულწრფელი, ალალი ურთიერთობები და სიკეთე და ის რაღაცა უშუალობა დაიკარგებოდა. არ იქნებოდა ესეთ დარწმუნებული. ხო, აი ეხ მან მიჩნდება კითხვა, რომ მინდა რომ თანამედროვე რეკლამებს შევადარო რა, ანუ რაც ხდება საქართველოში მაგალითად, აი რა შეიძლება მაგისთვის გაკეთდეს, არ ვიცი, აი საუბრობთ რაღაცა გულწრფელ ურთიერთობებზე, ემოციაზე და ემოცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ადამიანს ამახსოვრდება, ნებისმიერ არამარტო რეკლამაში. არაფერი არ მუშაობს, სხვა იმის იქით რა უნდა იყოს. და აი პრობლემა რაში მდგომარეობს? ბიზნესებს აქვთ ისეთი პროდუქტები და ისეთ რეკლამები სჭირდებათ, რომ უბრალოდ ამის საშუალებას არ ეძლევა სააგენტოს და კრეატიულ ინდუსტრიას, თუ თვითონ გადაწყვეტებშიც პრობლემა არის და ვერ ფიქრობენ როგორ შეიძლება რაღაც თუნდაც თანამედროვე რაღაც აი ამ რაღაც ჭიქის რეკლამა როგორ შეიძლება ემოციურად გადაიყო, არ ვიცი, აი სად არის ეგ, სად დავიკარგეთ მანდ? მოდი ჯერ ჩემ ბოსტონიდან ვილაპარაკებ, სადაც არის კრეატიული ნაწილი, რეჟისორები, ოპერატორები და კოპირაითერები და ეს ჯგუფი. იცი რა იყო? ჯერ ერთი ცოტა ნაკლები ინფორმაცია გქონდა ჩვენ. ამიტომ არ გქონდა აი ეს ცდუნება, რომ ამეღო რაღაცა ამერიკული კარგი რეკლამა და გადმომეკოპირებინა. და არც მქონდა არასდროს არ მქონია ეს მომენტი, რომ აი რაღაცა ისეთივე რაღაცა ცუდად გძნობდი ამ იმას, რომ აი რაღაც ავიღე იქიდან და აქ გავაკეთე. ვცდილობდი, რომ შეიძლება გამომეყენებინა რაღაცა, მაგრამ ჩემი ყოფილიყო რა. ეხლა სამწუხაროდ, არ ვიცი ეს გახდა ტენდენციად იქცა, რომ მაგალითად დაამკვეთთან მიდიან უკვე გამზადებულ რგოლს აჩვენებენ, ოღონდ არა თავიანთს. რეფერენსის სახით და ეუბნებიან, მე შენ ესეც გაგიკეთებ და იმას ეს მოწონს უკვე. ხვდები და რახან იმას ეს მოეწონა, ესენი დგებიან და პირდაპირ ზუსტ კოპირებას აკეთებენ. და ამან შესაბამისად იმ ადამიანებს, ვინც უნდა იფიქროს კრეატივზე, ვინც უნდა მოიფიქროს ამბავი, ვინც იდეა უნდა იმას, ვინც ის მარცვალი უნდა იპოვოს, რით იქნება ეს საინტერესო, აღარ ჭირდებათ ამაზე ფიქრი მეტად, იმიტომ რომ იქ არის ეს უკვე ყველაფერი. თან პარალელურად შემოვიდა ტექნოლოგიების და კომპიუტერული რაღაცების უამრავი შესაძლებლობები, ხო? და იქ სადაც მე მჭირდება, ბევრი ნაფიქრი მაქვს, რომ აი მსახიობის ემოცია მოვიტანო ბოლომდე მსხვილი ხედით. იქ გადაიფრენს დრონი ან რაღაცა, ჩაიფრენს და ძალიან ეფექტური კადრი იქნება. ვა, ვიტყვი. მაგრამ დავკარგავ იმ ძალიან მარტივ მაგალითს ვამბობ, დავკარგავ იმ ცხონებული იაშკას თვალებს. და იმ დამკვეთისთვის კი იქნება ეს, ვა, რა ხე როგორი ის გამოუყენებიათ, რა მაგარია. ახლა თვალი ჭამს რა ამას, რომ ვა, გაიფრინა, გამოიფრინა, შეძვრა,
გამოვიდა რაღაცა ეფექტი იყო, მაგრამ აი ეს მთავარი რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ამ რასაც ვლაპარაკობ, არ გეგონოთ, ნუ გავანაზოგადებთ ჩემი პოზიციაა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია იაშკას თვალები რა, ვიდრე რაღაცა ეფექტურად გადაღებული რაღაცა. ვთქვით? აი ეს დაიკარგა, ეს შეიძლება არ არის კარგი მაგალითი, მაგრამ არს ვამბობ, რომ აი ეს 2000-იანების დასაწყისში რო კრეატიულები კეთდებოდა ის რო იმაში ვარდებოდა ბასეინში და ეს ქვევრიდან ამოდიოდა და ბევრი იყო აი ჭიაყელა რომ მიდიოდა და მე რო გაიმართებოდა იმისი რეკლამა იყო რაღაც ვიაგრასნაირი რაღაც თუ რაღაცა იმის სხვათაშორის ბევრ ფესტივალებზე გავიდა ესეთი კრეატივი დაიკარგა ამ ყველაფერმა ეს შეჭამა და მისი ამ კრეატიული რეკლამის საჭიროება გახდა ნაკლები და მე მგონია რომ ცუდია ესა რა ისე ეხლა რეკლამებს რო თავი დავანებოთ მუსიკალურ კლიპებზეც იყო ეგ ის რომ რაღაც თითქოს ვითომ ნოსტალგია გვაქვს იმიტომ ხო არა რომ ძველია და მაგიტომ არა რეალურად რაღაც აი კლიპებიც ძალიან საინტერესო კლიპები მაგ ინდუსტრიაში ვიმუშავე მე და კი რა თქმა უნდა ხო ეგ შესამჩნევი იყო და დღესაც ჩანს ეგ რომ გადახედო ძველ რეკლამას მე არ ვამბობ რომ ეს მარტო საქართველოში ხდება ახლა მე ბევრ ფესტივალზე მივლია ამ ჩემი ქვევრების წყალობით მე შემიყვანეს რაღაც ჟურის წევრი ვიყავ სხვადასხვა ფესტივალებზე უცხოეთშიც ყოფილ საბჭოთა კავშირშიც რეკლამის ფესტივალებზე და მაშინ სუ კრეატივი იყო აი ყველაფერი იყო ძალიან კარგი მე დროთა განმავლობაში რამდენიმე ფესტივალზე შევატყე რომ წამოვიდა სხვა რამეები წინ და ეს ამ კრეატივმა დაიკლო რა ალბათ მსოფლიო ტენდენციაა რა კი მარტო ჩვენ არ გვჭირს ესე იგი მარტო ჩვენ არ გვჭირს მე მაინტერესებს აი უფრო აი ბოლოსკენ რო წავიდეთ მაქვს რამოდენიმე კითხვა რაც უფრო ეხება თქვენს აზრს და რჩევას პირველი არის აი მარკეტინგში ვინც არის და ვინც გასცემს დავალებას ну მას ცხადია რაღაცა ბიზნეს დავალებები აქვს და რაღაცა ციფრებთან და ამ ყველაფერთან ახლოს უნდა იყოს ეს ყველაფერი მაგრამ ერთი არის ბრენდის შენება ხო ანუ ბრენდის შენება მარტო რაღაც კონკრეტული ციფრები არ არის არამედ ის თუ როგორ შეიყვარებს ადამიანი გულთან ახლოს როგორ მივად ასე შემდეგ და დღეს არიან რაღაცა ბრენდები თუნდაც დიდი ბრენდები რომლებიც ცდილობენ აი ამ ემოციური კავშირის გაჩენას რა ეხლა რამდენად კარგად გამოდის თუ ცუდად ეგ მეორე საკითხია ცდილობენ უკვე კარგი ხო ცდილობა არსებობს აი რა არის ალბათ ჩემი კითხვა მაგაში მდგომარეობს რომ აი თქვენ რას ურჩევდით მარკეტერებს აი როგორ უნდა გასცენ დავალება არ ვიცი აი რა უნდა მოთხონ სააგენტოს რომ მიიღონ ის რაც მნიშვნელოვანია თუნდაც აი ამ ემოციურ ნაწილში აი მაინც და მაინც ხო არ არის აუცილებელი რაღაცა ტრადიციებზე იყოს ან რაღაც მაგაზე გაკეთებული ხო ემოცია ბევრნაირი არსებობს არა რა თქმა უნდა მე ტრადიციებს გულისხმობდი არა ტრადიციულ იმას რა ქვია ქართველობას არამედ ფსიქოტიპურ რაღაცებს რომელიც უნდა მუშაობდეს ჩვენ იმ რეკლამას თუ ვაკეთებთ ბრიტანელისთვის სხვა არის კაცო ქართველისთვის თუ ვაკეთებთ ცოტა მისთვის გასაგები ხო უნდა იყოს და მისაღები და უნდა გააიგიო შენთან შენ ცხოვრებასთან შენ სინამდვილესთან და რაც შეეხება ახლა რო არ მიწყინონ თლათ ახლა მარკეტოლოგებმა მე მაინც გონია რომ პირველი რაც ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რომ უნდა მეტი კრეატიულები იყვნენ მეტად კრეატიულები იყვნენ მეტად უყვარდეთ ის კულტურა რომელ კულტურაზეც რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ რა და მეტად უნდა იცოდენ ქართველი ადამიანის ფსიქოტიპი და ხასიათი რა. კარგია ძალიან, ისინი ძალიან შორს არიან ბევრ რამეში, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ იმათაც, აი იმ ამერიკელებს და ევროპას და ავსტრალიას გენიალური სარეკლამო ის ჰქონდა ყოველთვის და ახალ ზელანდიასაც სხვათა შორის.
იმათაც მოწონთ ეს ჩვენი ქართული რაღაცები, ხო გითხარით მაგალითი და შენ რატო აკეთებ იმისას? გააკეთე რა შენი და უფრო არის. ამას ვამბობ მე ხა კრეატივს იმას კი არ ვამბობ მარკეტოლოგმა ის რა ქვია იდეები დადოს მაინდა-მაინც, მაგრამ უნდა ეძებო მე უნდა კარგად იპოვო აი ხა ვლაპარაკობდით დაწყებამდე ეთერის რომ რეჟისორების შერჩევა რთულია. ზოგჯერ უნდა ენდო ვიღაცას უფრო მეტად და არ უნდა აიყვანო ხო ნდობა და გაგება რა შეიძლება მოვიდეს კაცი აი როგორც მე მენდენ რო უთხარი რომ გავაკეთოთ მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების ამბავი და მანანა შევარნაძე და ისა ნეო სტუდიის გარდა მაგთიც წამოვიდა მენდენ ხო შეიძლება და ამდენი ფული დაეხარჯა და აფერი გამოსულიყო მაგრამ მენდენ რა აი რაღაც ვეძებოთ ახლები ვენდოთ რაღაცა ცოტა უნდა გავრისკოთ ალბათ ოღონდ გავრისკოთ კრეატივის თვის რომ უფრო მეტი კრეატივი იყოს თავარი ეს უნდა იყოს რომ გარდა იმისა რომ გაყიდის ვერ გაყიდის თუ არ იქნება იქ ემოცია და ემოცია არ იქნება თუ არ იქნება კრეატივი ყველაფერი ერთმანეთზეა ზოგჯერ ერთი რგოლიც რო ამოაკლდება ნუ აღარ არის ის რა კარგი მოდი დაუბრუნდეთ ისევ თქვენთან ერთად დაუბრუნდეთ ისევ კრეატიულ რეკლამას რომელიც იქნება არა მარტო გაყიდვადი არამედ დასამახსოვრებელი და ისეთი რომ აი ხანდახან მოგინდება ჩართო და უყურო და გახალისდები ან სევდა მოგერევა ან წრემლი ჯამოგივარდება აი რაღაცა ამას დაუბრუნდეთ ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში მარკეტოლოგებს რჩევის გარდა დახმარებას ვთხოვ რომ დაგვეხმარეთ ამაში მე მგონი ეს კარგი იქნება და დაუბრუნდებით ისევ რაღაც კრეატიულ სამყაროში დიდი როლი აქვთ მათ იმიტომ რომ ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღებები რაც არ უნდა ბევრნაირი იდეა მიუტანო თუ მან არ ჩათვალა საჭიროდ რომ ეს მის ბრენდს ჭირდება და ეს არის აუცილებელი ფიზიკურად ვერაფერს ვერ გახდებიან ვერც სააგენტოები და ვერც რეჟისორები და ვერავინ მათი ფუნქცია არის მთავარი მე რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რეკლამა იმისთვისაა რომ გაყიდოს რა თქმა უნდა ეს მაღაზია არ უდაო მაგრამ მე მინდა რომ უკეთესად გაყიდოს და როცა იქნება გაცილებით კრეატიული რეკლამა ის მერწმუნედ უკეთესად გაყიდის კი და მანდა ერთი მომენტიც არის ალბათ დამეთანხმებით მაგაში რომ არსებობს რეკლამები რომლებიც არის რავი ერთი წლის მერე შეიძლება აღარც გახსოვს და ის რაღაცა პროდუქტი არსებობს, მაგრამ ის რეკლამა უკვე თავის საქმეს აღარ აკეთებს, მაგრამ როდესაც საუბარია თუნდაც მაგთის რეკლამა რო ავიღოთ, ანუ მე ეჭვი არ მეპარება, რომ 10 და 15 წლის მერე და 20 წლის მერე ისეთივე ემოციას მოგცემს და ეს ბრენდზე კიდევ უფრო დადებითად ისახება. 25 წელი გავიდა, მაგრამ ნუ აი ხო გეუბნები რომ გამოჩდება ისევ იწყება ახლიდან ამის შეფასებები და სუდადებითია და აი ეს არის. კი. იცი რა მინდა რო გთხოვთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს, რომელსაც აინტერესებს ეს ინდუსტრია, მარკეტინგი აინტერესებს და უნდა რომ რაღაც სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს ამ ინდუსტრიაში და ხშირად თუნდაც ახლა ჩემ კოლეგებთან ერთად რომ მისაუბრია, აი ეგეთი კითხვა ისმის, როგორ შეიძლება განვივითაროთ კრეატივი. არ ვიცი, ეს კრეატივი ერთი არის რომ შეიძლება რაღაცა გაქვს რაღაც ალღო, რაღაც უჭერ მუღამს ესე რომ თქვა, მაგრამ არსებობს რაღაც ეგეთი რჩევები, რომ აი ხანდახან მე გამიგია, აი უყურეთ ბევრ რაღაცა რეკლამას, მაგალითად რაღაც საერთაშორისო მაგალითებს, რომ რაღაც თითქოს ინსპირაციისთვის შეიძლება დაგეხმაროს, არ ვიცი, აი თქვენი რჩევა რა იქნებოდა, როგორ შეიძლება ამ სფეროში საკუთარი თავი ვავარჯიშოთ. მე მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ აი ამ ცხოვრების ახალმა ტექნოლოგიებმა, ამ ახალმა ურთიერთობებმა, სოციალურმა ქსელებმა, ინტერნეტმა რაღაცნაირად კანი გაგვისკელა. ცოტა ის შეგრძნებები, რაც უქონდა ადრე, უფრო ემოციური, უფრო სიღრმისეული, უფრო რაღაცნაირი აღარ შემოდის. აი მზეს რო ემალები სადღაც ოთახში და მზეზე გამახსენდა იმ დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამაზე ქუჩაში მოვდიოდი და რაღაცა
გაისმა თუ რაღაცა ავიხედე ზემოთ და დავინახე რომ ხეებია და ამაში მზე არის. მომეწონა ეს გამოვყევი ესე და იმას სანამ რაღაცას არ შევეჯახე უყურებდი და მივხვდი რომ ბავშვობის შემდეგ რაღაცა პერიოდის შემდეგ ზემოთ არ ამიხედია რა აი სულ ან მანქანაში ვზივარ წინ ვიყურები ან იქ ასვალტს უყურებ ან ვიღაცების ახეებს და ან ტელეფონში ვიყურები და გამახსენდა ბავშვობა როცა დედჩემს და მამაჩემს ხელებში ჩაჭიდებული ვყავდი და მე ზემო იმიტომ რომ ვიღაცა მიჭერდა მაგავებდა და მივყავდი და ხან იმას გადავახტეოდი გუბეს და რაღაცა ვიფიქრე რატო დავკარგე ეს შეგრძნებები ხო და მივხვდი რომ აი ძალიან გავგვისქევდა რა რაღაც სხვა რაღაცები მაგას ვამბობ კარგი მარკეტოლოგი თუ ხარ გარდა იმისა რომ რეკლამები კარგი ფილმები უნდა ნახო კარგი ფილმები რაღაცა არა ეხლა თანამედროვე რაღაცა ჰოლივუდური ინდუსტრიის არამედ მართლა რაღაცა სხვა ისიც უნდა იცოდე და უნდა ეცადო რომ მეტი ემოცია გქონდეს უნდა გიყვარდეს უნდა რობოტი არ უნდა გახდე რა ცოტა კანი უნდა გაითხელო რაღაცები უნდა შეამჩნიო ისეთი რასაც მარკეტინგი არ გიშვებს რომ უნდა შეამჩნიო რომ დღეს იმ გოგოს სხვანაირი რაღაცა აცვია იმიტომ რომ შენ მოწონხარ ან რაღაცა აი რაღაცებზე მეტად უნდა და მაშინ გაჩნდება რაღაცა კრეატიული ნაპერწკლები როცა გახდები კრეატიული ხა აი ცუდი სიტყვა რა უფრო ადამიანური როცა გახდები და უფრო ემოციური მაშინ გაჩნდება კრეატივი რა. ხო ისე მე ჩემ თავზე ვარ დაკვირვებული აი რაღაც ინსაიტებს რო ეძახით ხო ანუ ყველაზე მეტად ეს ინსაიტები სად არის როცა რაღაცებს ვაკვირდებით და ალბათ ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი არის დაკვირვება ყველაფერზე აბსოლუტურად ეხლა თქვენ რა მაგალითიც გაიხსენეთ ესეც დაკვირვებაა ხო ანუ ქუჩაში რო დავაკვირდეთ ყველაფერს რა ვიცი ნებისმიერი სახის დაკვირვება გვაძლევს მე რაღაც ისეთ ბიძგს რომ თუნდაც რაღაც კამპანიაზე რო გვიწევს ფიქრი მე შეიძლება ამოგვიტივტივდეს თავში რომ აი ის დაკვირვება რომელიც აღმოვაჩინეთ ანუ ეგ არის მთავარი რა ავტობუსში ვნახე ვიღაც საინტერესო ტიპი ეს საერთოდ რეისორების ერთ-ერთი ის არის დავალება რომ ცხოვრებას უნდა აკვირდებოდი და იწერდე მე ამას ვაკეთებდი სულ და ეს დამრჩა მაგრამ მარტო რეისორი კი არა ეს ყველას უნდა კონდეს რომ ცოტა თვალები გააახილე დაინახე რაღაცები ძალიან საინტერესო რაღაცებია გარშემო და მარტო სოციალურ ქსელს ნუყურებ რა და მარტო ციფრებს და ზოგადად როგორც მივხვდი სოციალურ ქსელებთან როგორ დამოკიდებულება გაქვთ იმიტომ რომ იცი რა არის ქართული არა მარტო ქართული თელი მსოფლიო ანუ სარეკლამო ინდუსტრია ხა საუბარი არის რომ რაღაც სატელევიზიო რაღაც სივრცის ჩანაცვლება ხდება ხო ანუ რეკლამები ძალიან ხშირად ყოფილა რომ აი ჩვენ არ ვაპირებთ ტელევიზიაში გაშვებას გვინდა რომ სოციალურ ქსელებისთვის დავამზადოთ და სერიოზული თანხაც დახარჯულა იმ პროდაქშენზე რომ მხოლოდ სოციალურ ქსელებში გაიშალოს და აი ეგ აი თქვენი ხედვა რომ თქვენ ხარ რეჟისორი ხართ მუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე აი თქვენი განმაზ ამდენად წინააღმდეგობაში მოდის ახლა ეგ ყველაფერი ერთმანეთთან არა არანაირი ის არ არის მე მაინც მგონია რომ მარკეტინგულად თუ მივუდგებით რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებში უნდა გადმოილოცოს ტელევიზიიდან და მომავალი არის ინტერნეტის და უფრო ლოკალური მაუწყებლობის იმიტომ რომ შენი ტელევიზია მალე არავის არ დაჭირდება შენი დაგეგმილი პროგრამირება რომ ამის შემდეგ ამას უყურე და იმის შემდეგ იმას უყურე და ჩემგან მიიღე რაღაც პროპაგანდისტული ლუკმა არავის აღარ დაჭირდება უყურებს იმას როცა უნდა და რასაც უნდა ხო და ამიტომ რა თქმა უნდა ეს მეტად მოიზიდავს აქ რეკლამას ვიდრე არის და ეს ესე იქნება მე თვითონ სოციალურ ქსელში ურთიერთობები არ მიყვარს მე არ მიყვარს როდესაც ადამიანები ერთმანეთს სულში ოჯახში შარვალში უძურებიან და მე ამას ამზეურებენ და ეს ხდება რაღაცა ეს მე ეს არ მიყვარს და არ მიყვარს ბულინგი ადამიანების და ასე შემდეგ და ამიტომ ვერიდები სოციალურ ქსელებს ისევე როგორც ტელევიზიას. დაახლოებით იგივე ხდება იქაც. მე აი ბოლო კითხვა მაქვს თქვენთან ჩვენს ინდუსტრიაში ნუ
ციფრული, ასე ვთქვათ, ამ სოციალურ ქსელებს მოვაყოლე ხა ეს კითხვა. არის ეგეთი ჩელენჯი, ესე ვთქვათ, გამოწვევა. როდესაც შენ, ანუ ადამიანები ამ Facebook-ს რო სკროლავენ, უამრავ სარეკლამო ვიდეოს ნახულობენ, უამრავ რაღაცა მესიჯს და ასე შემდეგ და ადამიანისთვის, ანუ ადამიანის ყურადღების მიქცევა ძალიან გართულებულია. და აი არის ეგეთი თეორია, რომ აი პირველ 3 წამში უნდა მოახერხო შენ რაღაცა მთავარ, რაღაცა მისი ყურადღება დაიჭირო, რაღაცა ჰუკებს რო ეძახიან ერთგვარს და მერე უკვე მიაწოდო რაღაცა ინფორმაცია თუ რეკლამა თუ რაღაცა. აი თქვენ შემთხვევაში თქვენ ახლა საინტერესო თქვენ როგორც რეჟისორის ხედვა ამასთან დაკავშირებით, აი ეს ყველაფერი რო აი ესე აჩქარებულია, ესე ამდენნაირი ინფორმაცია არსებობს, კიდევ უფრო ართულებს რეკლამის ეთნოს იმ ადამიანურ რაღაც აი ამბის მოყოლას, ხო? პირველი 3 წამი შეიძლება რაღაცა პერსონაჟის რაღაცა კადრს დაჭირდეს, ხო ამ შემთხვევაში. აი ეგეთ მოცემულობაში აი რამდენად რეალურია, რომ გამოიყვანო აი დღევანდელი გადმოსახედიდან აი ეს რაღაცა ხელშესახები, რაზეც ახლა აქამდე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია. გაცილებით რთულია ეხლა, ვიდრე მაშინ იყო. მაგრამ ერთი რაღაცა მაინც გონია აი ამ ქაოტურობაში, ამ ტემპში, ამ რიტმში, ამ დაძაბულობაში უცბად ჰაერს თუ შემოიყვან. ხო აი წარმოიდგინე აი მაშინ უცებ ლამაზი რაღაცა ამოასუნთქებ ადამიანს? და ამოისუნთქებ, შეიძლება რომ ამოისუნთქავს, მე აღარ გადავიდეს და გამოყვეს. მე მგონია რომ ეხლა აი ამას რაც ხდება ყველაფერი, ბევრი ამოსუნთქვა ჭირდება და ბევრი სიკეთე ჭირდება, ბევრი სილამაზე, ბევრი ამოსუნთქვა, სიმშვიდე. ეს დეფიციტურია. მე მგონია რომ ეს ამას შეჭამს მაყურებელი, იმიტომ რომ ჭირდება ეს, სიმშვიდე ჭირდება. აი რაღაცა ამ იმაში უცბად და ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს მე მგონია ესე და ესე არ არის, მაგრამ ჩემას თუ მეკითხებით, მე მგონია რომ აი რაღაცა სხვა განწყობა რა, როდესაც დაინახავ მზეს ფოთლებს შორის და ხანდახან ზემოთ აიხედები, ის შეგაჩერებს ცოტა და სხვა რამებზე გაფიქრებინებს რა აი ამ ქაოსში. კი ბატონო, სხვათა შორის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან რაღაცებზე ვისაუბრეთ დღეს და მე ზუსტად ესე მქონდა წარმოდგენილი ეს ეპიზოდი, რომ ძალიან ინფორმაციული და საინტერესო იქნებოდა ჩვენი მსმენელისთვის, რომელიც უყურებს ჩვენ პოდკასტებს და პირველ რიგში მინდა გითხრა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით იმ ლეგენდარული რეკლამებზე, რომელზეც გიმუშავიათ, იმიტომ რომ ეს ჩვენს ინდუსტრიაში კაფიოდ არის ჩაბეჭდილი, მოკლედ და ერთ-ერთი სამაგალითო кейსი არის, თუნდაც სტუდენტებთან როცა ურთიერთობა გვაქვს და ასე შემდეგ, რომ ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება გააკეთო ქართული რეკლამა და იყოს წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ესე რომ ვთქვათ. მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბოდის უხდით მარკეტოლოგებს თუ რამე ვაწყენინე, მაგრამ მეეჭვება. პირიქით მინდოდა ყველაფერი მათთვის მეთქვა ის, რასაც ვფიქრობ. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. დავემშვიდობები ჩვენ მაყურებელს. მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურეთ, შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.